დიდხანს თავს არ მოგაწყენთ და ამ ვიდეოს ბოლომდე უყურეთ და შემდეგ გადადით შემდეგ ვიდეოებზე, რომ კონტექსტი იცოდეთ რა. ვინც აპირებთ ამ კურსის ყურებას და უფასო mentorship-ის გავლას, წინასწარ გეუბნებით, რომ ყველაფერს უყურეთ, არც ერთი ვიდეო არ ჩააგდოთ და არც ერთი წუთი არ ჩააგდოთ. ისედაც ვეცადე, რომ მცირე დროში დამეხარისხებინა რამენაირად, რომ ყველას მაქსიმალურად ეყურებინა და ვიღაცას არ დაზარებოდა. ნუ ეხლა ეგ მართალია თქვენი საქმეა და თუ დაგეზარებაც თქვენთვის ცუდი მე რა ამანდიდან, მაგრამ მაინც ვიზრუნე მაგაზე და ვიდეოებს უყურეთ სრულად და რაც მთავარია, ყველა ვიდეოს უყურეთ და აი ამ პირველ და ფინალურ ვიდეოს აუცილებლად მოусმინეთ. აქაც გეტყვით და ბოლო ვიდეოშიც გავიმეორებ, რომ ეს კურსი არ არის გზა იმისა, რომ გაიარო ეს ვიდეოები და მარკეტზე უკვე ფულის კეთება დაიწყო. ამ ვიდეოებში ძირითადად დაღეჭილად, აი პირველ კლასელს რო რაღაცას აუხსნი, მასეთ დონეზე ვცდილობ რომ აგიხსნათ ტრეიდინგის ატრიბუტები. ანუ ეს ვიდეო უფრო გამოსადეგი არის დამწყებებისთვის, მაგრამ გამოცდილი ტრეიდერებისთვისაც საინტერესოა რაღაცები აქ ვფიქრობ, იმიტომ რომ სწორი კუთხით ვაჩვენებ მარკეტის მუშაობას. დღეს სოციალურ ქსელში სხვადასხვა სტრატეგიებია გავრცელებული, ზოგი აუქციონის თეორიით ვაჭრობ, ზოგი ICT-ით ვაჭრობ, ზოგი პატერნ ტრეიდერია რა და ამ ტრეიდერებიდან თითოეულს გონია რომ თვითონ აქვს ნაპოვნი რაღაც უნიკალური და გონია რომ მეორე სტრატეგია არ მუშაობს. ანუ განსაკუთრებით ICT-ის ტრეიდერები ისეთი ტიპები არიან და ისეთი ტიპაჟის ადამიანები არიან, როგორც წესი ძალიან ხშირად რა, ყველაზე არ ვიზახი რომ ICT-ს იქით არ იყურებიან და გონიათ რომ ICT არის ერთადერთი პროფიტული მიდგომა და დანარჩენი ყველა ფულს კარგავთ აქ. აი რაც არ გავცემ ამას პასუხს რა, არ მინდა ამაზე შედავება რა, ანუ იფიქრონ ეგრე, მაგრამ მაგას გეუბნებით რომ სწორად რომ გაიგებ მარკეტს და შე რომ თეორია მაგრად გესმის ამის რა და რომ ხვდები რომელ საბრძოლო ველში ხარ რა, უკვე შენით აკეთებ ყველაფერს რა. რა სტრატეგიაც გამაჩნია, აღმოჩენილი მაქვს ჩემით. კი რაღაც FVG ვიღაცისგან ვისწავლე, კი ICT-საც უყურე და ICT-თაც მუშაობ, მაგრამ დღეს რითიც მუშაობ, ეს არის ჩემი აღმოჩენილი და ამ აღმოჩენამდე მიმიყვანა იმან, რომ ყველაფერი მესმოდა მექანიკა სწორად და ტექნიკურად გამართულად და ამიტომ გირჩევთ ამ ყველაფრის ყურებას, რომ თქვენ ტექნიკურად გამართულად გესმოდეთ ყველაფერი. და შემდეგ გადაწყვიტოთ უკვე ICT ტრეიდერი გახდებით, აუქციონ თეორიის მოვაჭრე და deep chart-ზე იმუშავებთ და რას იზამთ და ორდერებს წაიკითხავთ წიგნაკში, თუ პატერნული ტრეიდინგით დაკავდებით. ერთსაც, მეორესაც და მესამესაც ყავს პროფიტული ტრეიდერები და ამ სამივე სტრატეგიაში ერთ კაცს მინიმუმ მაინც ვიცნობ, რომელიც პროფიტულად მუშაობს დისტანციაზე. და ეხლა ერთმა კაცმა რო შეძლო ეგ და ეგ რო გააკეთა, იქ მეტი შეძლებს და იპოვნის რა. იმერც არ უმართლებს ხა წლები რო ტიპი მუშაობს და პროფიტს აკეთებს და მაგისი ამონაწერები და ყველაფერი რო ვიცი, აღარც მაინტერესებს უკვე მაგის არც დამტკიცება, არც არაფერი რა. ანუ პირდაპირ ვიძახი, ეს ვიდეო, ეს უფასო mentorship-ი არის ნაჩუქარი და ვისაც დაჭირდება აიღებს, ვისაც არ